ბროკოლი მიირთვი. ერთი ცალი ჩიფსი ჭამე. გემიდან კრევეტი როგორ მოგწონს? ფუ, არ მომწონს. ახალი კულინარიული გამოწვევის დროა. მოიცა, დაგჭირდება. შენი პირველი დავალება ტორტია. მიდი, ველოდები. მაგარია დაიკო. კარგი, საყვარელო. მზარეულისთვის ყველაფერი გასაგებია. მადი საღმძვრელი ნაღების ყველი. იდეალურია ჩემი ახალი კულინარიული შედევრისთვის. ყველა ფენას ადვილად წაუსვამ კრემს და ნიჯბით ძალიან ორიგინალურ ფორმას მივცემ. ეს იქნება ცისარტყელას ტორტი, რომელსაც გემრიელი სკიტლსის კრემით მოვთავ. მოიცა, აი ჩემი განსაკუთრებული ჩემოდანიც. ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება. ჩემი კამფეტივითაა. აი ასე. ეს ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. როცა ტორტებს ვაცხობ, თავს მხატვრად ვგრძნობ, რომელიც ახალ სამყაროს ქმნის. ამ ფანტასტიკურ ცისარტყელას კრემის ღრუბლები აკლია და მხიარული თვალები. ვუალა! მზარეული საქმეშია. წარმოუდგენელია, ვიცი. მე კი ჩემს გულის ფორმის ტორტს მოვამზადებ და კიტკეტებით მოვთავ, რადგან პატარას ძალიან უყვარს ისინი. მოდი, გარშემო შემოვუწყოთ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეტი ტკბილეული გჭირდება ჩემი ტკბილის მოყვარულისთვის, მალტიზერსი და სკიტლსი. ბებია შესანიშნავად არ თმევთავს. აი ჩემი შედევრიც. კარგად არ გამოიყურება. ნუ ნერვიულობ, ჯერ არ დამისრულებია. დახვეწილი დეკორისთვის მჭირდება ფირი და რაც შეიძლება მეტი ტკბილეული. პირველ რიგში შოკოლადს ჩემი სუპერ სანთურით დავადნობ. იუჰუ! ახლა კი ლურჯ მოსაყრელს დავამატებ. ჩემს ტორტს ძალიან დაამშვენებს. ყველა მზად არის. ნება მომეცით თქვენს ყურადღებას მომავალი გამარჯვებული წარუდგინო. ვაუ! მთავარი გამარჯვება არ არის. ვაუ! ჯერ მზარეულის ტორტი მინდა გავსინჯო. მომწონს. საინტერესოა, ბებიას ტორტიც ასეთივე გემრიელია? მოდი გავსინჯოთ. ვაუ! შოკოლადი უბრალოდ მიყვარს. მადლობა ბებია, მაგარია. ამ ტორტს თითქოს რაღაც სჭირს. გემო არ მომწონს. და გამარჯვებულია ბებია. ვაშა! გოგონებო, გამოწვევა გვაქვს. გთხოვთ, პასტა მომიმზადოთ. ეს კი მაგარი დავალებაა. გასაგებია. მივხვდი. ხოლო თატრის მოხარშვა მოგვიწევს და ეგ არის. მე კი მანამდე ტიკტოკებს უყურებ. მეც მოუხარშავ პასტას და სოსისებს ჩემი საყვარელი პატარასთვის. რა ტკბილი ხარ ბებია. მოდი ჩაგეხუტო და თან სოსისიც გავსინჯო. დროა სოსისები მდუღარე წყალში მოუხარშოთ. მეორე სად არის? სულ ესაა? გამოწვევაში რომ გაიმარჯვო, პატარა მოულოდნელი გადაწყვეტილებით უნდა გააოცო. ჩვეულებრივი ატრია აქ არ გამოდგება, ამიტომ ჩემსას კვერცხით, რძითა და ფხვილით მოვამზადებ. და ცომში საღებავის დამატებაც არ დამავიწყდება. ვარდისფერი მისი საყვარელი ფერია. ახლა ცომი სპეციალურ ბოთლში ჩავასხათ. ოჰო! ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
შესანიშნავია, საქმეს შევუდგეთ. ღმერთო ჩემო, შეხედე მზარეულის ატრიას. ვაუ! დიახ, ჩემი ახალი ატრია მზად არის და გემრიელი სუნი აქვს. მხოლოდ ტკბილი სიროფი აკლია. მარმელადის დათუნიები. და სხვა ტკბილეულიც. სრულყოფილება. უცნაური ხარ. ჩემი სპაგეტი მზად არის. შეხედე ამ სოსისებს, რვაფეხებს გვანან. ცეცხლი. არა! ჩვენი ცეცხლმაქრი სად არის? რამდენი კაფია? არა, ჩემი ატრია სულ დაიწვა. მოიცა? ერთი ლაიფჰაკია. სწრაფი მომზადების ატრია ჩაიდანში შეგვიძლია მოვამზადოთ. აი ასე? ნამდვილად გენიოსი ვარ. საინტერესოა. ეს რა არის? ეს ატრია საერთოდ არ არის გემრიელი. რა სილამაზეა! ნერწყვი მომადგა. მოდი გავსინჯოთ. ვაუ! მადლობა მზარეულო. არაფრის. შეხედე ამ სასაცილო სოსისებს, ესენი მიყვარს. ძალიან გემრიელია. ეს კი მართლაც კარგია. აი გამარჯვებულიც. დიახ, ძალიან მიხარია. ჩახუტება. თქვენი ახალი დავალება რძის კოქტეილია. უცებ, მოვამზადებ. ვეცდები. ამ საქმის ოსტატი ვარ. ჯერ ნაყინი უნდა ავიღოთ და ბლენდერში რძესთან ერთად აურიოთ. წავედით. რძეს ვხსნით, შიგვას ხამთ და ვაბლენდერებთ. ბოდიში ბებია. თავსახური დაგავიწყდა, ამიტომ ყველაფერი გადმოიღვარა. იდეა მაქვს. ვნახოთ რა არის ჩემ ზურგჩანთაში. რა? არაფერია? აჰა! აი ჩემი კოქტეილის სპეციალური მოწყობილობაც. უბრალოდ ჩემი საყვარელი კამფეტები და ცოტა მარშმელოუ უნდა ჩავყარო. ძალიან გემრიელი იქნება. მხოლოდ გაზიანი სასმელი აკლია. საყვარელო? ბოდიში შემთხვევით მომივიდა. ახლა ყველაფერი მზად არის. ჩემი და აღფრთოვანებული დარჩება. ბებია, სად მიდიხარ? ჩემი კოქტეილისთვის ჟოლო უნდა მოვყრიფო. რა სურნელია. ამ კენკრას პირში ჩავარდნა უნდა. შეხედე, მე მზარეული ვარ. ბრავო, ნიკოლ. მაგარია ბებო. პატარას დაუტოვე. კარგი, ეს ბლენდერი როგორ მუშაობს? ვერაფერს ვიგებ. სჯობს ჩემი გამოცდილი მეთოდი გამოვიყენო. აჰა. და ვჭლეთ. მშვენიერია. ახლა ცოტა ახალ რძეს ჩავასხამთ. დააურევთ, რომ ჟოლოს კოქტეილი გამოვიდეს. აბა, რა სილამაზეა. ფერიც როგორია. ზემოდან ცოტა პიტნა. ზედმეტად მარტივად გამოიყურება. რამე უნდა მოვიფიქრო. მაგალითად, შუქი ვინ გამორთო? სიბნელის გეშინია? ბოდიში მზარეულო. ეს სასაცილოა? უკაცრავად. თქვენს ყურადღებას წარუდგენ იდეალური კოქტეილის რეცეპტს. ნაყინი, რძე, ორეო
და ამ ყველაფრის დაბლენდერება. ამ არაჩვეულებრივ შოკოლადის კვერცხში მივართ მე, ნაღებთან და კანფეტებთან ერთად. აი ასე. დეკორის დროა. ვუალა! ეს შესანიშნავია. ვაუ! ეს კოქტეილი უცნაურად გამოიყურება. მგონი, სადღაც უნდა დავაჭირო. ვაუ! ვნახოთ. ეს მართლაც მაგარია. ყველაფერი შენთვის, ლამაზო გოგონა. ეს კოქტეილი დიდად არ მომწონს. თან პიტნაც არის. არა, გმადლობთ. რა დასანანია? ვაუ! რა მაგარია! ეს ძალიან კარგია. მადლობა. ეს კვერცხიც ძალიან გემრიელია. გადაწყვეტილია. მზარეული გამარჯვებულია. დიახ, გმადლობთ.